თბილისი ევროპული მარშისთვის ემზადება 6 საათში მსვლელობები დედაქალაქის 4 ლოკაციიდან აიღებს სტარტს. შეკრების წერტილი კი ევროპის მოედანი იქნება. მარშებს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებიც უერთდებიან, რომლებიც საერთო განცხადებას ამ წუთებში აკეთებენ. მოგესალმებით, დღეს არის 9 მაისი, ჩვენი პროტესტის 173 დღე და ასევე ევროპის დღე და მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი ხმა ევროპას. მნიშვნელოვანი არის ამ პროტესტის გაგრძელება, იქიდან გამომდინარე, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ პროტესტმა მოიტანა დღემდე არალეგიტიმური ხელისუფლების აუღიარებლობა. მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების თავისუფლება და დღეს ვიკრიბებით სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასევე ოპოზიციური პარტიები და საბოლოო წერტილი იქნება ევროპის მოედანი. მოგესალმებით, გილოცავთ ევროპის დღეს, რომელიც გვახსენებს თუ სად გვინდა ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ რუსულმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა და ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და ასევე აპროტესტებენ მათ ანტიდასავლურ პოლიტიკას, ის ადამიანები არიან უკანონო ტყვეობაში, როგორც პოლიტპატიმრები, ამიტომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ უსამართლობას. დღეს ვიკრიბებით 19 საათზე ევროპის მოედანზე, რათა ვაჩვენოთ, რომ ვართ ბევრი, გავართ ერთად და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია.